საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად ყაზბეგის რაიონში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილი, ვახტანგ ბალავაძე და ცეზარ ჩოჩელი მდინარე თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ლარსი ჰესისა და დარიალი ჰესის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ჰესების მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და 2014 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველოს რეგიონები ხარისხიანი ელექტროენერგიით იქნებიან უზრუნველყოფილი. ორივე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჯამში დადგმული სიმძლავრე 127 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება 619 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს. აღნიშნული ჰესების მშენებლობაში 155 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 328 ადამიანი დასაქმდა, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივები არიან. ჰესების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სტეფანში ახლად გახსნილი სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგის დაათვალიერა და დამსვენებლებს გაესაუბრა. სასტუმრო 2012 წლის ივლისში გაიხსნა და მას 156 ოთახი აქვს. სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. ამ გვირაბით გამოდივართ არმისული კათედრამდე, სადაც შეუერთდება მე მისოდეს. ისე სათავე ნაგებობა, ზუსტად ანალოგიური ტიპის სათავე ნაგებობა, როგორც ლარსზე, გადმოდის ამ შემთხვევაშიც და მერები ხდება მიწი და მას შემდეგ რამდენი კილომეტრია ხარ ზუსტად? გვირაბი არის ზუსტად 5500 მეტრი, საიდანაც 1600 მეტრამდე. და ისა მილი? მილი არის 2 კილომეტრი, მაგრამ მილი ძალიან მარტივია, არანაირი პრობლემა. მაგას დაწნევაც აქვს? ხო არა. დაბალდაწნევიანია მილი და მაღალდაწნევიანია. ხო და ანუ აქედან პრაქტიკულ დაცემა არ ხდება. აქედან პრაქტიკულ და მაქსიმუმ აგვაქვს 3 ატმოსფერო, მეტი არა. მეტი არა გვაქვს? მეტი არა. მაგრამ ჯამში 40 ატმოსფერო. ეხლა ჩვენ იმყოფებით ზუსტად ამ. ვარდი რამდენი მეტრი გვაქვს? 360. ესეთი არ არის საქართველოში პრაქტიკულად. ხრამის ეს? ხრამი არის გავს. ანუ ახალი ეგეთი არ არის ეს არის მარტო. არა, ახალი ეგეთი არის. ხელით შემოხვედით. რამდენი მეტრი შემოხვედით ხელით? 25, იმიტომ რომ მანქანა უნდა გაიჭედოს კლდეში. თუ არ გაიჭედო, ვერ გადააჭრა. ახლა ეს უკვე მანქანა. ეს არის ვირა გამყარი მანქანა. შო ამას ლაფრის აღარ ჭირდება, ხო, გამთორება. 70% ხელის შეხება არის და მე არის პატარ-პატარა რგოლები და პატარ-პატარა ინსტრუმენტები და ცოტა გეოლოგიური ზონები რაც მოაწყობია. სათავეთ რომ უზარმაზარი გრანიტის და ბაზალტის ლოდი, რომელიც დრელით იბურდება რა. და არანაირი აი ესეთ ფაქტურას ხუტებს დაყანის მე. მანქანა ჩვენიდან არის ზუსტად კილომეტრი ნახევარში, შეიძლება დავმოწი და საშუალო ტემპი ქვეშ უკვე აკრეფილი მინიმუმ 500 მეტრი. 500 მეტრად ქვეშ? ეს იქნება პირველი ჰესი, ასეთი სიმძლავრის აშენებული, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ორივესი ერთად 650 კილოვატ-საათი გამომუშავება. ასპაკრივად ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ მშენებლობაზე უკვე დასაქმებული არის 200 ადამიანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ 200 ოჯახში შედის დამატებითი შემოსავალი. ჩვენ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დავიწყეთ გასული წლის ნოემბერში და როგორც ხედავთ, ტემპები საკმაოდ დამაჯერებელია. ლარსის ჰიდროელექტროსადგურს რაც შეეხება, ლარსის ჰიდროელექტროსადგური არის 20 მეგავატის სიმძლავრის 100 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავებით, რომელიც ექსპლუატაციაში შევა მომავალი წლის გაზაფხულზე, ხოლო დარიალის დადგმული სიმძლავრი არის 109 მეგავატი 520 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავებით და მისი ექსპლუატაციაში შესვლის ვადა არის 2014 წლის მაისს. მე უკვე 2 კვირა რაც აქ მუშაობ, ადგილობრივი ვარ. მანამდე მუშაობდი, აი მშენებლობა მიდიოდა სასტუმრო ყაზბეგში ვაშენ. პირობები კარგი. აი ეს ერთი თითქმის ყველა ადგილობრივია, ეგ ვინც არის ახლა. არიან ჩამოსულებს, მაგრამ აი ეს აქ ვინც ტრიალებს ახლა მეტი წილი ადგილობრივია.